მეგობრებო, აბა ეს გოგონა ქართველია თუ თურქია? ეს არის ზეინებ სონმეზი და სახელზე ეთყობა, რომ თლად თურქული წარმოშობის არ უნდა იყოს. ეს არის თურქეთის სახელით მოასპარეზე ჩოგბურთელი, რა თქმა უნდა, თურქეთის მოქალაქეობით, სტამბოლში დაბადებული გოგონა, მაგრამ მაინც ხო არ გეპარება იჭირო ქართველია. კი, ის არის ლაზი. ეს არის ზეინებ სონმეზი ართვინიდან, არჰავის ქალაქ არჰავიდან, ართვინის პროვინციიდან, თვითონ დაბადებულია სტამბოლში, მაგრამ მისი ოჯახი არის ართვინიდან, ქალაქ არჰავიდან და არის, რა თქმა უნდა, ლაზური წარმოშობის და ნამდვილად არის ქართველი. და არის უკვე ძალიან წარმატებული, იმიტომ რომ მართალი ახალგაზრდაა, მაგრამ პირველი თურქი გოგონაა, რომელმაც მიაღწია იმას, რომ დიდი სლემის ტურნირზე მოიპოვა გამარჯვება. წელს მოხდა ეს რამდენიმე კვირის წინ, რამდენიმე დღის წინ უბრალოდ, როცა ზეინებ სონმეზმა ჯერ პირველ რაუნდში გაიმარჯვა, შემდეგ მეორე რაუნდში, მესამე რაუნდში გააღწია ავსტრალიის ღია პირველობაზე. მას, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავდა და კომენტატორებმაც აღნიშნეს, რომ მსგავსი გულშემატკივრობა აი ამ რაუნდში, ამ ეტაპზე უფრო სწორედ გრანდ სლემის ავსტრალიის ღია პირველობაზე სხვა არც ერთ ჩოგბურთელს არ ყოლია, მას ძალიან დიდი რაოდენობით თურქი გულშემატკივარი ქომაგობდა სწორედ ავსტრალიაში და არა მხოლოდ ავსტრალიაში, სადაც მიდის ყველგან დიდი გულშემატკივრობა ხდება და ქომაგობა ხდება. ძალიან საყვარელი გოგონაა, ისედაც როგორც ამბობენ ხასიათით და ისედაც გარეგნულადაც არაფერი დაეწონება, ნამდვილად ძალიან კარგი ქართველია, ეთნიკური ქართველია, ლაზი, თუმცა ცხადია, ეხლა მას რო უთხრა რომ ქართველი ხარო, შეიძლება შეგეწინააღმდეგოს, არ ვიცი. სხვა შორის აკრძალეს თურქეთში ეს დნმ-ის ტესტირება, მას შემდეგ რაც ძალიან ბევრმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ის თურქი კი არ არის, სინამდვილეში არის ან ქართველი, ან სომეხი, ან ბერძენი, ან ბულგარელი, ან რუმინელი, ან რაღაცა მსგავსი. აკრძალეს თურქეთში დნმ-ის ტესტის გაკეთება და ვისაც სურვილი აქვს ხოლმე გადადიან სხვა ქვეყნებში და იგი იკეთებენ დნმ-ის ტესტს და სხვა შორის ქართველებმაც დროა გავიკეთოთ დნმ-ის ტესტი, იმიტომ რომ ჩვენი ქართველობა არ განისაზღვრება გულზე მჯიღისცემით და ზიაპილირებით, რომ ჩვენ ქართველები ვართ ეთნიკურად და თქვათ სხვა ვინ ჩამოდის, ისინი არ არიან ქართველები, ძალიან მალე იქნება ალბათ დიდი რაოდენობით შავკანიანი ქართველებიც საქართველოში გაზრდილი ქართულ გარემოში გაზრდილი ბავშვები და რომ არ იყოს თქვათ გაუცხოება მათ მიმართ, კარგი იქნება თუ ამას გავიკეთებთ ამ ეთნიკურ ტესტს, ვინაიდან ჩვენი ქართველობა არ განისაზღვრება რაღაცა ეთნიკურობით, ძალიან ბევრ შეიძლება ამოვიდეს ისეთი გენეტიკური